გათენდა. ზის სხივები მოეფინა მთელ სამყაროს. დაძველ ქვეყანას, სადაც უამრავი ცოდნა იყო ჩარგული. საკრალური არსის ამოსაცნობათა დასაცავად. ეს კეთი მილაძია, ის ინკლუზიურ სპექტაკლში ლეგენდა მედიაზე თხრობელის როლს ასრულებს. სპექტაკლის პრემიერა, რომელშიც 16 მოზარდი და მათ შორის 14 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მონაწილეობს, გუშინ საღამოს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში შედგა. დასწრების მსურველი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე დარბაზში ადგილი იყო. როგორც ჩანს, იდეის ავტორების ჩანაფიქრმა გაამართლა. რეჟისორის ასისტენტი ფსიქოლოგი გიორგი მიქაბერიძე. მნიშვნელობა ჩვენი მხრიდან ატარებს არა მარტო ინტეგრაციას ამ შესანიშნავ ბავშვების საზოგადოებაში, არამედ პირველ რიგში მემსახურებით ხელოვნებას მისი სრული მნიშვნელობით და დატვირთვით. ჩვენ უბრალოდ გვაქვს სურვილი და მგონი გამოგვდის ის, რომ ვაკეთოთ ნამდვილი შემოქმედებითი პროცესი და ხელოვნება ამ ბავშვებთან, რაც ფიქრობ ამ ქვეყანაში დეფიციტია და არა მარტო ამ ქვეყანაში. ამ ბავშვებთან ერთად ბევრი ორგანიზება ტარდება და ალბათ ჩატარდება, მაგრამ ხელოვნება მგონი იშვიათად ხდება მარტო. ეს არ არის ევრიპიდეს მედია. სცენარი რეჟისორის ხედვაზეა მორგებული და ორიგინალთან შედარებით ცოტა გადასხვაფარებულია. რეჟისორი ირა კოხრეიძე. ძირითადი, მთავარი მიზანი ამ თემის იყო, რომ ადამიანი განიცდის ესე იგი ტრანსფორმაციას საკუთარ თავში და ერთ გმირს თამაშობს ორი ადამიანი. მოკლედ ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან, ტრანსფორმაციის განცდა, ბრძოლა იმის შესახებ, რა გზას უნდა მიიღოს ადამიანი გარკვეულ ცხოვრების ეტაპებზე, ეს ეხება გზნობებს, ეხება პირად მის დამოკიდებულებას რაღაც საკითხებთან. და ამიტომ ეს ორი გოგონა ასახიერებს ფაქტიურად ერთ გმირს. უკვე მეორე წელია, რაც ამ ბავშვებთან მუშაობთ, იმედია მომავალშიც განვაგრძობთ და გვაქვს სამის მიზანი. არის შანსიც მარტივი არის, გაცილებით მარტივი არის, ვიდრე მეგონა. სპექტაკლში მონაწილეობენ დაუნის სინდრომის, აუტისტური სპექტრისა და სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდები. იასონისა და მედიას როლს ლექსო ფოდიაშვილი და გვანცა ჯავახიშვილი ასრულებენ. მე ვთამაშობ იასონის როლს. როლი ძალიან კარგია და მე ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ამ სპექტაკლში ვიღებ მონაწილეობას. გამეხმარე მედია სანაცვლო სიყვარულს გაჩვენეს. ამოდი ჩემთან ჩემი ქვეყანაში იქნები პირველი, ხოლო შენ შეგიძლია მომწე ის, ვისთვისაც ჩამოვედი და რასაც ვეძე, დაუჯერე ჩემს ეთქურებას და დიდ სიყვარულს შენს მიმა. მედიას როლს ასრულებს გვანსა და სეყო. ძალიან მომწონს ლეგენდა მედია და ლეგენდა მედიაში მონაწილეობენ ჩვენი მეგობრები. ხალხის წინააღმდეგ გამომღერა და ნეურულობ გამოსვლაზე და მედია ხალხს მოეწონები და მივიღებენ ჩინეთშიაც. პირველად გამომდივარ რუსთაველის თეატრში და ძალიან ნეურულობ გამომდივარ სცენაზე. ლექსო გვანცასგან განსხვავებით არ ნერვიულობს. ამის მიზეზიც აქვს. ის არაერთხელ მდგარა სცენაზე. თანაც უკვე 24 წლის არის და გვანცაზე მთელი 6 წლითაა უფროსი. ამიტომ მას პრემიერის წინ მეგობრულ რჩევას აძლევს. მე ვიჩერდე, რომ არ ენერვიროს და ჯობია სიტყვები კარგად იცოდეს. იასონთან და მედიასთან საუბარი მოულოდნელად დრაკონმა შემოწყვეტინა. მე ლუკა ვარ შვეიცარია მსახიობი და ძალიან მინდა აქ თამაში და რუსთაველის თეატრში მინდოდა და თამაში და მსახიობი ვარ და დრაკონის როლი უნდა ვითამაშოდეს, ხალხი უნდა გავაკიჟო. ნუ და გავიწყება რომ 3/4 წყალი ხო? მაშიკო და კეთი ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრალური დასის წევრებთან ერთად სცენაზე დგომას ბედნიერებად თვლიან და მეგობარი კოლეგების მიმართ თბილ სიტყვებს არ იშურებენ. 6 წლიდან თამაშობ ამ ბავშვებთან და როცა გავიგე ძალიან გამიხარდა. ძალიან მარტივად ვურჩიერთობ, ძალიან მიყვარს და მათთან მუშაობა განსაკუთრებით მიყვარს. ძალიან კარგად თამაშობენ, ჩემზე კარგად. ძალიან ბედნიერი ვარ მართლა, განსაკუთრებული გრძნობა ამ ბავშვთან თამაში. ისეთი კეთილები არიან ყველა, არ ვიცი. ძალიან შემიყვარდა ყველა და უკვე მე-3 წელია ამათთან ერთად ვარ და მაგარი ბავშვები არიან. დიდ ტექსტს იმახსოვრებენ და მთელი გრძნობით თამაშობენ რეპეტიციებზეც და პრემიერაზე საერთოდ. პრემიერა შედგა სპექტაკლმა ლეგენდა მედიაზე ერთ სცენაზე სხვადასხვა ფიზიკური უნარის მქონე მსახიობი გაერთიანა.